Moltes ადამიანები ამბობენ და რაღაც რეჟიმები და შემდეგ დაყვებიან ასეთ რაღაც სისულელეებს. თქვენ მითხარით ერთ რომელიმე ქვეყანა მსოფლიოში, ან რომელიმე ლიდერი მსოფლიოში, ან რომელიმე პატივსაცემი ადამიანი დედამიწის ზურგზე, რომელიც ამას იმეორებს, ხო ცხადია ხა, სისულელეა და რატომ ალაპარაკეთ ხა ამ სისულელეზე? ვილაპარაკოთ რაღაც სხვა თემების მეტი რა არის, რასაც ესენი აფუჭებენ და აშავებენ, იმაზე ვისაუბროთ ხა. გითხარით, რომ არავინ თელ დედამიწაზე არ საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში იყო რეჟიმი. არავინ არ საუბრობს ამაზე. დიახ, შეიძლება საქართველოში იყო რეჟიმი, მაგრამ ეს იყო კომუნისტების დროს, ბატონო ვახო. და არა, ეხლა კომუნისტების დროს ნამდვილად იყო რეჟიმი და ის რეჟიმი გაუშვით ჩვენ ქართულმა ხალხმა მოიშორა. ჯაბაიოსელიანი იყო რეჟიმი. დიახ, თქვენი ჯაბაიოსელიანი იყო, დიახ, თქვენ იყავით რეჟიმი. ნამდვილად რეჟიმი, თქვენ მხედრიონი იყავით. თქვენ როგორ ლაპარაკობთ, ხალბატონი ნანა, რეჟიმზე, როდესაც მხედრიონი იყავით, არ გცხვენიათ მაინც? და მე მორალს მიკითხავთ, აქ ვერ გავიგებ. როგორ შეიძლება რეჟიმზე ილაპარაკოთ მხედრიონელმა ქალმა? რას მელაპარაკებით? თქვენ იყავით სწორედ რეჟიმი და თქვენ გაგისტუმრა ქართველმა ხალხმა, ოღონდ ისე რომ ძალიან შვიდობიანად, ძალიან ისე რომ თუმცა შვიდობა და თქვენ ძალიან შორს ახართ ერთმანეთისგან და სამწუხაროა რომ თქვენ ასე ცდილობთ დღეს რაღაც ეპოტინებით და რაღაც ბნელი ძალებით და რაღაც ბნელი ადამიანებით ცდილობთ ხავს მოეჭიდოთ და რაღაც არგუმენტები არ იყავით მხედრიონი არ იყავით გაკითხებით მხედრიონი მიპასუხეთ ეს არის არგუმენტი ძალიან კარგად იცი რომ არანაირი მხედრიონი არ ვიყავი და იმიტომ რომ მხედრიონში ხალი საერთოდ არ ყოფილა. მე ვიყავი ადამიანი რომელიც მხედრიონსაც, ზვიადისტებსაც და კომუნისტებსაც იცავდა, როდესაც ის იყო დასაცავი. და ეხლა თუ შეიძლება ვახო მომეცით საშუალება რომ თარეში გამახსენდა სამეგრელოში, როდესაც ეს ადამიანები ჩავიდნენ თარეშობდეთ. თქვენი თარეში თქვენ გაამწარეთ მთელი საქართველოს სამეგრელო განსაკუთრებით. აი ეს თარეში გამახსენდა. კაკაბაძემ გაამწარა სამეგრელო ბატონო ზვიად. მხედრიონელი ბატონო ვახო ეხლა ეს ადამიანი არის თქვენ ახლა თქვენ ამ სიმკვეთს ვისუნახივარ სამეგრელოში მე არ ვაპირებ საერთოდ ამ თემაზე საუბარს საერთოდ ორჯერ ვარო ნამყოფი სამეგრელოში გეუბნებათ ქალბატონი ნანა თქვენ მას მიმართავდით პერსონალურად რომ სამეგრელოში მხედრიონი ბატონო ვახო მხედრიონმა არ ყოფილვარო მხედრიონში საქართველოსთან ერთად ყველაზე ძალიან სამეგრელო ხო ეს ხო გახსოვს ჩვენი უახლოესი ისტორია პასუხებ თუ შეიძლება ჩვენი უახლოესი ისტორია მხედრიონის ნათობი იყო ქალბატონი ნანა ხა და ვერ გავიგე ხა როდესაც რეჟიმზე ლაპარაკობთ ცოტა თქვენ წარსულს დაუკვირდით და მე ისაუბრეთ რეჟიმზე გმადლობთ ქალბატონ ნანა ვიცი რომ პასუხის გაცემა გსურთ და გაქვთ ჯერეთი ამათი დემაგოგია აღარ დასრულდა ამათი დემაგოგია არანაირ მე იმიტომ კი არ ვემიჯნები მხედრიონს მე არასოდეს არ ყოფილა მხედრიონში რომ მხედრიაში ხალი არასოდეს არ ყოფილა და ეს არის ტყუილი ჩვენ მე ვიცავდი მხედრიონს როდესაც იყო დასაცავი ხელისუფლების მხრიდან ისევე აგმეთ ჯაბაიოსელიანი და მისი მოძრაობა მაშინ როდესაც კომუნისტური ხელისუფლება დაეცა და გააჩუმეთ ეს ადამიანი არ შეიძლება რომ გაჩუმდეს ისევე როგორც ზვიადისტებს ვიცავდით და აგერ ზვიად ძიძიგურია მაგისი ნათელი მაგალითი და შეგიძლიათ კითხოთ როგორ ვიცავდით ზვიადისტებს მიუხედავად იმისა რომ მთელი ცხოვრება მათი ოპოზიცია ვიყავით და ასევე ვიცავდით მხედრიონსაც მაგრამ აი კარგად გამახსენდა ეხლა მხედრიონი რა თქმა უნდა იქაც ხდებოდა მხედრიონის სახელით ძალიან სერიოზული დანაშაულებები და ესეც გამეჯერ შედეგი ამაზე გამოძიებით დამდგარი არ მინახია მაგრამ მხედრიონმა ის მაინც გააკეთა შედალოცვილო რომ 800 კაცი წევს მხედრიონის მედლით დღეს სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული და შენ 3 დღე ვერ გაუწევით ბრძოლას და თქვენი სარდლობა კუთხეებით გამორბოდით ზომიდან ისე რომ ჯარი იქ მიატოვეთ შიშველი ტიტონი და გამორბოდით საკუთარ მანქანებს გამოასწარეთ იქიდან თქვენ უზნეოებო და ერთი მხედრიონელი მითხარი ერთი გუნდი რო აჩვენა მტერს რატო ამაზე არ ლაპარაკობთ იმაზე რატო არ ლაპარაკობ რომ 800 ადამიანი წევს დღეს ძმათა სასაფლაოზე მხედრიონის მედლით თქვენ რა გაგიკეთებიათ ქვეყნისათვის ბისი ბინძურის და უბედურების გარდა და იმ ორგანიზაციის 800 ადამიანი 800 კაცი ერთი ორგანიზაციიდან სამშობლოს ერთიანობისთვის მიწაში წევს და როდესაც სულს ლაპარაკობ კარგით უნდა თქვა თუ საერთოდ სამართლიანობა გაგაჩნია და თქვენ რომელი მითხარი ჯაბაიოსელიანის ზურგი ვის უნახია რომელ მტერს შენი პრეზიდენტი ასვალს კოცნიდა ერთი თითრინავი გადაიფრინა და ასფალტიდან ვერ ააბრძგნა დაცვა ნემსები უკეთეს რომ ასფალტიდან დაეყენებინათ უსხოთ როგორ ლაპარაკობ საერთოდ თქვენ ვინ მოგცეთ საერთოდ ლაპარაკის უფლება საერთოდ არა თემა რაც შეეხება მხედრიონის გმირობებს ხო და ასფალტს რო კოცნიდა ის პრეზიდენტი იმას გაეკიდე და კიდე იმას ულოკეთ ის არაფერია დაფუჭე დაბინძურებული ის საქმეები აი ეს თქვენი უსნეოებო ისმე ისიც ილაპარაკე 800 ადამიანები დაიყო სამშობლოს ერთიანობის წელიწად ნახევარი იბრძოდა მხედრიონი 3 დღე ვერ იბრძოლეთ წელიწად ნახევარი იბრძოდა მხედრიონი იმას
რუსეთს და თქვენ სამი დღე ვერ ყოფილხართ ხედრიონები რო უარყოფდით კაპიტულაციას მოაწერა შენმა პრეზიდენტმა ხედრიონს რატო უარყოფდით ამაზე ილაპარაკე რატო უარყოფდით მოკლედ და რა გინდათ მე ხედრიონზე რა დროს ხედრიონია რას მოგაძლევს აი გუშინწინ გაგვახსენდა თორე მართლა რა დროს ხედრიონია გუშინწინ გამახსენდა ხედრიონის სამეგრელოში თორე მართლა რა დროს ნანა კაკაბაძეა და რა დროს ხედრიონია მაგრამ გაგვახსენდა ქალბატონო ნანა გაგვახსენდა ხო და ნანა კაკაბაძე არც ხედრიონზე იტყვის უარს არც კომუნისტებზე იტყვის უარს არც ზუიადისტებზე მაძე ლაპარაკეთ იმიტომ რომ გეუბნები ვიყავი უფლებადამცველი ვარ და ვიქნები და როდესაც შენ დაგიწყებენ წამება შენც დაგიცავ შენ არ ნაზირანებსაც დავიწყებ იმიტომ რომ ეს არის ჩემი როლი